ეს რეიჰანეა, ის 22 წლის ირანელი ქალი იყო, რომელიც 4 წლის წინ მამამისმა მოკლა. მიზეზი, პოლიციის თანახმად, მამამისი იმან გააბრაზა, რომ სახლში გვიან დაბრუნდა და ინსტაგრამზე ფოტოები დადო. რეიჰანე ერთ-ერთია იმ უამრავ ირანელ ქალს შორის, რომელსაც ყოველწლიურად კაცი ნათესაობები კლავენ. ყველაზე ხშირად ქმარი, მამა ან ძმა. ოჯახის ღირსების შენარჩუნების სახელით. ქალებს კლავენ ქალწულობის დაკარგვისთვის, ქორწინების გარეშე შვილის გაჩენისთვის, ღალატისთვის ან სულაც განქორწინების მოთხოვნისთვის. ირანის ისლამური სისხლის სამართლით მკვლელობა სიკვდილით ისჯება, მაგრამ თუ მამა მოკლავს ქალიშვილს, სასიკვდილო განაჩენი არ შეეხება, იმიტომ რომ მშობელია. თუ გაამტყუნებენ, ციხეში გაატარებს მაქსიმუმ 10 წელიწადს. თუ ძმა მოკლავს თავის დას, მშობლებს შეუძლიათ რომ აპატიონ. ასეთ შემთხვევაში ისიც მაქსიმუმ 10 წლიანი პატიმრობით დაისჯება. ამავდროულად კანონის თანახმად ქმარს შეუძლია ცოლი მოკლას, თუ ის უღალატებს. ასეთ მკვლელობებს არ აშუქებენ და ხელისუფლება ხშირად ფარცხავს. აქტივისტები ბრალსდებენ ირანის პატრიარქალურ კულტურას, დისკრიმინაციას და კანონებს, რომლებიც ქალებს ძალადობისგან ვერ იცავენ. ისინი მოითხოვენ კანონმდებლობის გამკაცრებას, რათა უფრო მძიმე სასჯელი შეეხოს ეგრეთ წოდებულ ღირსების მკვლელობებს.